მოდი ვნახოთ რა ვიყიდე ამერიკაში დაახლოებით $60-65. და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შევიწინე ისეთ მაღაზიაში, რომელიც ითვლება, რომ შედარებით ძვირიანია. თავისთავად ვიყიდე ხლოპია და ავარჩიე მაგით, რომ ბევრი პროტეინი აქვს შემცველობაში და თანფასდაკლება იყო და ზეთი ვიყიდე 710 მილილიტრი. ეგრე ხშირად აღარ ვჭამ, მაგრამ ძალიან მიყვარს და რა ძალიან მიყვარს. ჩედარი, ოღონდ კრემ ყველი ჩედარი. ვიყიდე 4 ყველის ალფრედო соуსი. ლიმონი ვიყიდე. მანგო ვიყიდე. მანგო ძალიან მიყვარს და სულ ყიდულობ. და სხვადასხვანაირი ჯიშის მსხალი ვიყიდე კიდე. ვიყიდე დაახლოებით 400 გრამი ნუში, რომელიც არც მოხალულია და არაფერი, უბრალოდ ძალიან მიყვარს ნუში საკრატუნად და სულ ყიდულობ ხოლმე ასევე. ჩედარი ვიყიდე მოსაყრელი, ესეთი 3 ცალი. თითო არის ეს არის გახეხილი ჩედარი და თითო არის დაახლოებით 230 გრამი. ანუ დაახლოებით 700 გრამ ჩედარამდე რა, 3 ცალი ვიყიდე ეს. ასევე ვიყიდე breakfast დილის სასაუზმოდ კუკისი, ანუ ორცხობილა, იმიტომ რომ დილას თუ ვერ მოვასწარე საუზმე, მაგ შემთხვევაში ვჭამო. ზეთის ხილი, გარჩეული, კიდე სუნელი ვიყიდე. იოგურტი ბერძნული 2 3. კიდე ვიყიდე მაკარონი, იმიტომ დამდენი ყველის მაგიტო ვიყიდე, რომ ამერიკული სტილის mac and cheese მინდა ვცადო და გავაკეთო. chocolate chips და ეს ვიყიდე, იმიტომ რომ ხვალ Thanksgiving-ზე ვართ დაპატიჟებულები, მინდა რომ გავაკეთო ორცხობილები და ეს ორცხობილები საჩუქრად ასევე მეც მივიტანო. აი, ამდენი რაღაცა გამომივიდა დაახლოებით $63 ალბათ. და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შევიწინე ისეთ მაღაზიაში, რომელიც ითვლება, რომ შედარებით ძვირიანია. და მანდ ვიტყოდი, რომ ჩვენ სახლთან ახლოს არის და რა მგონი ნორმა.